უხსოვარი დროიდან მოდის ლეგენდები ზღაპრულ სამყაროებზე. ბევრმა არ იცის მათი წარმოშობის ნამდვილი მიზეზი. მიზეზი კი რჩეული მეზღაპრეები არიან, რომელთა ფანტაზია და პერსონაჟები ფურცლებზე გადასვლისთანავე რეალურ სახეს ღებულობენ. თუმცა არავინ იცის ამ სამყაროში მოსახვედრი გზა და აქედან გამომდინარე არავის ჯერა მათი არსებობის, თვით მეზღაპრეებსაც კი. მაგრამ პატარა ანოს ყველასგან განსხვავებით ამ ყველაფრის ჯეროდა და იცოდა, რომ ადრე თუ გვიან ის აუცილებლად მოხვდებოდა ზღაპრულ სამყაროში. მშვენიერ ჩემი სალამი. დილამშვიდობისა ბატონო ლევან. ჩემი გიჟი გოგო. მე მგონი არც დაუძინია. Mary Poppins. Bano, გაიგეთ ბანო. ელენე! უცმეთუჯი მანქანა მოვადა დროზე. გამარჯობა, ჩემო სიხარულო. დადო დეიდა. ისმენ, პატარა გაბატონო. აბე, ეს რა ხდება? ვიცი, ეს რამდენი რაღაცებია. დედა. მოწამდი ხილად. მოწამდი. მივდივარ სოფელში. მივდივარ. წავედით. ციგნები. მითხა, ეს რა არის? ესენიც მოგლოთ ყველაფერი? დოდო, შენი ოცნების პრინცი მოვიდა. Ano Prilat. გამარჯობა. როგორ ხართ? კარგად. მოგეხმაროთ? არა.
აბა შენიც, ხო? ანოს მიხედე, ბაბუკას დავჭერე. და დოდოს უნდა აგიებდი ხმთლიანად. 4 დღეში ჩვენ ჩამოვალთ გასტროლებიდან და მერე სოფელშიც. ხო ჩამოჭამ. აბა რა. აბა განმეორე. სამ იალქნიანი ესპანური სამხედრო გემი. ბრავო ირაკლი. აი მიჩემი გიჟიკო. რა, აბა რა. ხარ დაგავედი, რაც ჩამომტანა. გამჭვირვალე საათი. ფუმფულა კურდღლის ფაჩუჩები და ჩოდა გობროზდები. ნესის მაისური. მე ყარხარ დედი. ალბათონო, მოვცა. დოდო, გაზეთ შეთანხმდით. ცოტა მკაცრად, კარგი? რა თქმა უნდა, ქალბატონო ელენე, რა თქმა უნდა. არ ინერვიულობ არაფერზე. ყველაფერი კარგად იქნება. მერი პოპინსი. მოგესალმებით იმედის საინფორმაციო გამოშვება ქრონიკა 11 საათზე პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას ახალ ამბებს მამუკა გოგლიძე გაგაცნობთ. გამოშვება სკანდალური ინფორმაციით ვიწყებთ. სახელმწიფო მუზეუმიდან გაურკვეველ ვითარებაში გაქრა უნიკალური მსოფლიოს ზღაპრების კრებული. გთავაზობთ ჩვენს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ კადრებს, რომლებიც მუზეუმის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. როგორც ხედავთ, მსოფლიოს ზღაპრების წიგნი რაღაც ძლიერ ნათებასთან ერთად ქრება. სათვალთვალო კამერების მონაცემებით ექსპონატი დაახლოებით ღამის 2 საათზე გაუჩინარდა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ზღაპრების კრებული 3 დღის წინ გამოფინეს სახელმწიფო მუზეუმში. კრებულის თარიღად 13 საათი. აფხერს მოპარეთ? მასში შესულია მსოფლიოს ყველა ცნობილი და სასაკითხად მაინც გინდოდეთ. რაც ბავშვებიცია, რაღაც ქვეყნის სახელიცია. არაფერი ამათ მარიცია. კი, მახსოვს, მერე? მერე სახში რო წავედი, ჩემ ოთახში ავედი და კითხვა დავიწყე. ზოღანში მარგო შემომივარდა, მამა ჩემის ცოლი. წიგნი ხელიდან გაუნგლიჯა და ნახირის დასახვედრად გამიშვა. კარგი, დაწნადი, მერე? ნახირი და რო დავბრუნდი, ხო. წიგნი კიბეზე იგდო. ჩემს ოთახში ავედი და რომ გადავშალე, წიგნით არაფერი ეხატა და აღარც ეწერა. მარტო სულაც ცნაური კაცის სურათი ხატია. მაჩვენა? საიდან მეცნობა ეცნობათ? შენ უნერვიულობ. დაჯექი. ზღაპრების მეტი რა გვაქვს? ახალ ზღაპარს წერ ერკლებაო. აბა რა? რაზეა? რაზეა და 3 პატარა მეგობარს, რომლებიც ძველ საიდუმლო კარიბჭესთან მიდიან, მერე შიგნით შედიან და უეცრად
პანიკური გულყრა. რა პანიკური გულყრა? პანიკური გულყრა არის ზეზღურბლოვანი გაღიზიანება. სხვათა შორის რომ იცოდეთ, ზედმეტად ემოციური ადამიანების თანდაყოლილი ავადმყოფობა. აი უეცარი სიხარულის ან გაბრაზების შემთხვევაში ჩემი ნერვები ნერვულ ზეზღურბლს აღწევს და მომენტალურად ვიქიშები. ღრმა ძილში მივდივარ. საოცრებაა. და ბაბუ, პირველად ოდის გაითიშე. ეს მოხდა ბათუმში. პატარა ბიჭი ვიყავი. ბულვარში სკამთან თამაშობ. Говорит Москва. От Советского информбюро. Войска Первого Белорусского фронта полностью овладели столицей Германии, городом Берлином. ოდასე ბაბუ. ამ ძილის გადამკიდე იმდენი სიზმრები მაქვს ნანახი რომ აგერ უკვე 40 წელი წერ ამ ზღაპრებს და წერ. ისე მირაქალაქში წასვლა იტეხა ამ პროგრამისას იმ თქვენმა ავტორ. ჩვენმა არა, ბაბუ, დოდოს ავთო. თქვენები აეროპორტში უნდა წაეყვანა მგონი. აუ, ბაბუ, იცი გზაში რამდენი ყვავილები ვნახე. უამრავი, ბაბუ. ხო? ჩვენთან წაში არ ამოვიდოდა. როგორ არა მოვიდოდა ბაბუ? ხოდა ყვავილი წამი დაკრიფე. ოღონდ იცოდე ერთი გვირგვირი ზღაპრების მეფეს უნდა მოყვება. აუ, ანუ ხო წამოვყვები. კი, ოღონდ ჯერ ლუკას გავულით და ერთად წავიდეთ. ხო მართლა, ლუკას შენი ზღაპარი ვარ ხო? ვაჩოქოთ, ბაბუ, იცი რამდენი ახალი ზღაპარი ჩამოვიტანე? ხო, ბაბუ. შენ არ დავიწერე ახალი ზღაპრები? როგორ არ დაგიწერე ბაბუ? ამდენი ზღაპარი დაგიწერე. სხვათა შორის ეხლა წერ და სექტემბერში გამოვწერ. და რომელიმე წამიკითხა? აბა რას ვიზამ ბაბუ? მაგრამ მოდი გავქნა, იცი? ჯობია შენი ჩამოტანილი ზღაპრები დავიწყო. ჩემი ბაბუ კელები, ჩემი ბაჯანჯურები. აბა, ეხლა გავფრინდეთ ზღაპრებში. უშეძილის გუდაშენა. ფრანგული ხალხური ზღაპრები. ჩემ პატარა ფერიესა დაძინებია. ჩემი ბაჯანჯურები, ჩემი ბაბუკელები.
საქართველოს დედოფლობა დასრულდა. ეს შეგაკავდა. აი, ხო გამოხვა რა. ხო შემაშინა. როგორ მომწარებს ეს მაინულს. ჩემი პატარა დედოფალი და ეხლა ვისაუზმო ჩემო პატარა ქალბატონო. რძე უნდა გალიოთ, რადგან ძალიან სასარგებლოა თქვენი იოგებისთვის. აი ესე. დედა, ვეხმაურებდა. ვინ და თქვენი გამომგონებელი ძმა. იცი როგორ შემაშინა? აი მაგის გემებს სხვას რო გავატარ, მერე ნახოს. გამაცადოს მე მაგან. ჩემ ქემებს ყელი დაედება და ავთოს რა თქვი რომ მის ფოტოს ჩანთაში ინახავ. ვაიმე, ვანო არ ვიცი რას გისა. რა იჩენე სისულელე? კარგია დოდო დეიდა. გეხუნე რა მოხდა? მოდი შევიგდეთ. დოდო, მოდი შევიგდეთ. მიდი ახლა მიდი დროზე ისაუზმე. ანუ შენ ძინარა. დოდო ბაბუ სად არის? არ ვიცი, დილით რო ავდექი არ დამხდა. ეთქობა სათხაც გავყია. მობრძანით. ლუკა, პირადით მოსვლას. დაჯექი. გაიცანი ჩვენი მეგობარი და აღმზრდელი დოდო. გამარჯობა ლუკა. მე დოდო ვარ. ხო, მართლა, ანუ ერეკლი ბაბუ მითხრა შენი პიტერ პენის წიგნზე? კი, მითხრა და გაჩვენებ. სხვა ბევრ წიგნსაც გაჩვენებ. არა, მაგიტო კი არ გეუბნები. უბრალოდ ორ დღეს სამში რა წავ. მობრძანდით. ახლავე. გამარჯობათ ქალბატონო დოდო. მე ოჩოპინდრე გახლავარდია და ბატონი ერეკლეს შემოქმედების თაყვანის მცემელი. შვენიერ ზღაპრებს ის კალი ბატონი ერეკლე. ნახე და რო დაუბრუნდი წიგნი კიბეზე. გადავშალე და შინ და ხარაფერი ეწერა. ალბათ მარგომ წაშალა. კი, მაგრამ როგორ წაშიდა მარგო? თან 20 წუთში ეს ხო შეუძლებელი. წაშალა. როგორ და ეხლავე გეტყვი შემოვა. პირველ რიგში მე ოჩოპინდრე ვარ და თქვენთან ზღაპრული ქვეყნიდან მოვედი. რა უკენ ჩემ დადოს? ვერ მიცანი პატარა ქალბატონო ოჩოპინდრე ვარ. მართლა ჩაპენდრეა. ხო. და ბავშვებო, თქვენი დახმარება მჭირდება. ბაბუ მოიკაცეს. წიგნიც მოიპარეს. და ალმასიც. ბაბუ მოიტაცეს? ბაბუ მოიტაცეს? ჯარი დაიძრა. ამოვიდა.
მოგესალმებით, ჩემო ერთგულო მებრძოლებო. დღეს აქ იმისთვის შეკრიბეთ, რომ ერთი ძალიან კარგი ამბავი გითხრათ. სულ მალე ჩვენი ოცნება ასრულდება და მსოფლიოს ყველა ზღაპრის სიგნი ჩვენი გახდება. ძალიან მალე. ნებისმიერი ზღაპარი, რომელიც დაწერილ ან დაიწერება, იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზე. ან ჩემზე. რა თქმა უნდა, ჩემო ბრძანებელო. და თუ სადმე, რომელიმე ბავშვს მოუნდება ზღაპრის წაკითხვა, ან ძილის წინ მის მშობლს ზღაპრის მოყოლა, იგი აუცილებლად დაიწყება ამ სიტყვებით. იყო და არა იყო რა. იყო ერთი ცალთვალა და მისი სამელა. ჩვენ გავხდებით ნებისმიერი პატარა საყვარელი გმირები. ჩვენზე გაიზრდებიან თაობები, რადგან აღარ იარსებებს აღარც წითელქუდა, არც დევი, არც იზმარა, არც პიტერ პენი და არც პეპი. პრინციპში პეპი მრადა მიშევა. ვერა ღირსები, ვერა! შენ საწოდაო შენ! კოჩო. ყველაზე კარგი ისაა, რომ ეს დღე სულ მალე დადგება. რადგან ჩვენს ხელთ არის კარიბჭეც, ალმასიც ისე დიდი სიფრთხილე გვესაჭიროება. ეგ ალმასი ელფებმა რომ მოყარო, უსიკვდილოდ დავიღუპეთ. მეორე, მალე ჩვენთან იქნება ადამიანი, რომელიც ამ ყველაფრის გაკეთებაში დაგვეხმარება. და რომელთან შეხვედრასაც ამდენი წელია ველოდები. მესამე და ყველაზე მთავარი, ჩვენი გეგმის განხორციელებაში ხელს ვერავინ ვეღარ შეგვიშლის. რადგან ყველა ზღაპრის გმირი შეპყრობილი გვყავს. ბატონო ცალთვალა, ისა იცით ყველა არა. ოჩო პინტრე და მისიანები ჯერ კიდე თავისუფლები არიან. ასე რომ მზად იყავით, ჩემო ერთგულო მებრძოლებო. გამარჯვება ახლოსა. მაგას თუ ტყე არ დავაგვევინო, ნახავ მაგ სათვალას მაგას, მაგ ბრუციას მაგას. ეს ადგილში ჩავყარაბ. დებელი დუსი. ვიზნე სათვალაზე. მაგას მე შეიცუცავ. ეგ შვაინე ჰუდ. მოდი. არა ბავშვებო. მაგას ეს ვინ არის? ჩემი მეგობარი. ჰა? ჩემი მეგობარი. ერთი წუთი. ვაიმე ბავშვები. ანუ
ვაიმე დედიკო, ვაიმე, ანო! ვაიმე დედიკო, ანო! 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 მეტია დავაღვივინე ცართვას მაგას ნახავ. როგორია ეგ შენი კაიზე გითხარი მაინც? მიხვალ და ნახავ. აი აქ დავეცი. ესე იგი. აი ეს იბე ჩემი ხელით არის გაკეთებული დიახ. ეხლა იქ მივართ და თავარია თქვენ არ შეგეშინდეთ შემოკარგებო. არ თქვილად მოდი. ვერაფერს ვერ დაუშავებ და ყველაფერი კარგად იქნება, არ ნერვიულობ. მოდი, მიდი, აბა, გადი. აი, ნოვედი. აი, ოჩვების კარიბჭე. ჯიშტები. ვაიმე. ამასე და ხი კარიბჭეს? ეს კაცი და შენ გინდა რომ აქ გადავხდეთ? მე ჩავხტები. შემოიცადე წუთი? შემოიცადე. მოდი აქ. მოდი. აი დადეკი აქ. მოდი. აი შეხედე? შეხედეთ იქ. შეხედე. აი. აი, ლამაზ. ეხლა ჩვენ ჯერია ჩემო პატარა. ვარ გეშინია? არა. სად ვართ? კიდევ ერთი წარუმატებელი დავშვა. არა, მაინც რასასაცილოები ხართ ეს დევები. ნიდა რომ პატარა შეშინოდა თქვენი. სამაგიეროდ მალე იქნებათ შიშის მიზეზი. პრინციპში შიშის რატო? საუკეთესო საშუალება. ბატონო ცალთოლა 10 თაურს თქვენთვის კარგი ამბები აქვს და ცუდით. რომ დავწყო? რა თქმა უნდა, ცუდით. ისე ბიჭებისთვის ღვინო გაგვითავდა. ეგ არაფერი. ჩემი მეგობარი და მოკავშირე ბონიჯა გამოგვიგზავნის. და კარგი რა არის?
კარგი ის გახლავთ ბრძანებელო რომ ბიჭებმა მეზღაპრე მოიყვანეს. რა? სად არის? ეცდი. შემოიყვანეთ თქვენ. ჩემო ბრძანებელო. ვირო შენა? შეჯონა შენა? ხოდი. სათვალე. შენ ვიღახარ და საერთოდ სადა ვარ? გამარჯობა. მამა. რა მამა? ის მამა? ვეპასოვი. ესე იგი ვერ ცნობ არა? არც ეს სახლები გეცნობა? არც ეს ბუნება? არც ეს დევი? პატარა ელფი, პიტერ პენი, პეპი? მოდი. მიგბინე. მოდი, მიგბინე. მოდი, მიგეშინია. კი, მაგრამ შენ ვიხარ? მე მაინც ვერ ვიცი. ხო? ეს ზღაპრული სამყაროა. შენი საყვარელი სამყარო, მამა. აბა კარგად გაიხსენე. 20 წლის წინ ერთ ზღაპარს წერდი. ერთ ყაჩაღზე უნდა ყოფილიყო, რომელიც თავის ბატონს გამოექცეოდა და კეთილ საქმეებს ჩაიდენდა. მაინც ვერაფერი ვერ გაიხსენე? მაგრამ მე რა მოხდა? შენ დაგიზარა ზღაპრის წერა. მეცაც გეტყვი. ხატვის დროს ერთი თვალი დამიხატე და ჯოხი ჩვეულებრივი მომაჭეჭე. შენი სახარ? მოდი, მიგბინე. მოდი. ხო? მართლა მე ვარ. იცი როგორ მინდოდა სხვა ზღაპრის გმირებივით მეც ვყარებოდი ბავშვებს. ჩემზეც გამოსულიყო წიგნები. ძილის წინ. ჩემზე ფიქრში ჩასცინებოდათ პატარებს. მაგრამ შენ უბრალოდ დაგეზარა. სამაგიეროდ მე არ დამეზარა. და ახლა ყველაფერი შეიცვლება. ძალიან ცუდად დაიჭია. ძალიან ცუდად. რადა? ერეკლე ბაბა 20 წლის უკან დაწყებული ზღაპარი არ დაამთავრა. ნეტა დაემთავრებინა. ხოდა სათვალა გაბოროტდა დარჩა ზღაპრის გარეშე და დაბოდიალობდა აქეთ-იქით მერე თავის ნაირი უჭინოების შემოიკრიბა. ელფებს ალმასი მოპარა. ელფებს? მიყვარს ელფებს. ხო, ელფებს. მაგას თუ მეტყი არ თავაგვევინო. ეგ ბრუციანი ეგ ომელე ჯადოსნური კარიბჭე გააქტიურა. წიგნი მოიპარა და ბაბუო თქვენს ხელს გამოაყვა. ბაბუ რატო? იმიტომ რომ უნდა რომ ზღაპარი დაამთავროს, სადაც თავარი გმირი თვითონ იქნება და სადაც ბოროტება სიკეთეზე გაიმარჯვებს. ოი ბრუც. ახაც მებეძებთ არა? ახაც მებეძებთ. ბრუციანებო. ეტლები. ბრუციანები მოდიან. მოდი ბავშვო ხარ. აქ მოდი.
მე მაგას ვთქვი დავახოინო. მაგას ვთქვი. ბიჭი, ანუ დავანოს იცნობ? კი, ვიცნობ. ხო არ დაგინახავ გეიდა. დავინახე და თქვენ ვინ ხართ? მე დოდო ვარ. ანუ დავანოს ძიძა. ვიღაც ჩავწერებიან კაც მოყვებიან, იქიდან შევიდნენ ტყეში. ტყეში. იქიდან ტყეში. ეგ ჩემი მეგობარი და მოკავშირე ბონიჯა. სწორედ მასთან ეწევიან შრომით სამუშაოებს ჩვენი საერთო მეგობრები. რა გინდა ჩემგან? რადა? ზღაპარი უნდა დაუწეროთ ბატონ ცალთვალას. ანუს ამბავი. ანუ. ხედა როგორ კითხულობს ზღაპარსა. ნახე. ახლა ლუკა. ნახოთ. ლუკას ამბავი. აი, ლუკას ამბავი. აი, ესე. ვიცო. მოკლედ, ჩემო ვანო, ვინც ზღაპრებს კითხულობს, შვენი წიგნები მათ იმახსოვრებენ. უჩვიდრე. ანუ ჩემზე ძალიან ბევრი ჩანაწერი გაქვთ? უამრავი, ჩემო პატარა. მოდი ახლა საქმეს მივხედოთ თორე. პირველი ზეც გადადის. რა პირველი მზე გადადის? ჩვენთან არის სამი მზე. სამი მზე? ეგ როგორ? როგორ და თქვენთან ხომ არის ერთი მზე? ჩვენთან არის სამი მზე. ანუ ჩვენი ერთი დღე უდრის თქვენ სამ დღეს. გასაგებია? მაგრამ სამი მზე ერთად როგორ ამოდის? ერთად არ ამოდის. რიგრიგობით. ჯერ ერთი, მერე მეორე, მერე მესამე. და მესამე მზე თუ ამოვიდა და ბაბუა თქვენი ვერ გამოვიზარეთ, იქნება ძალიან ცუდად გვექნება საქმე. ეხლა კი ჩემი გეკმა. მოკლედ ვიყოფით ორი ჯგუფად. პირველი ჯგუფი აგროვებს ქვებს. რა შეიძლება ბევრ ქვებს. მეორე ჯგუფი აგროვებს ბამბუკის, თხილის, კაკლის ჯოხებს, დიდ ჯოხებს. ავდივართ დევების მთაზე და
მოიცა, სადოშვებით, ან ვისთან ვეშვებით? სათვალას სამბროში. მაგარი გეგმა. წამით, აიზე ვიფიქროთ. რა არ მოგეწონა გენიოს? მუზა გამიფრინდა შვილო, მუზა! წადი მამათვის ღვინო მოატანინე. გაიგეთ თურმე რა ხდება? ბატონ ერიკლეს მუზა გაუფრინდა. ჩემო ბრძანებელო. სხვათა შორის მუზის არ მოსვა. მეტად გავრცელებული პრობლემა წერლებს შორის. მაპატიეთ. ახლა კარგად მომისმინე, მამა. აი მორმზეს ხომ ხედავ? სანამ მესამემზე ამოვა, ზღაპარი დამთავრებული უნდა კონდეს, თორემ მე 10 თვარიანი ღამე იწყება, რომელიც დიდხანს, ძალიან დიდხანს გრძელდება. მე რა? ღამე დავწერ ხოლმე. მომისმინეთ ბატონო ერიკლე, თითოეულ ზღაპრის ფურცელს მზის სხივებს ვატან იქ. თქვენ სამყაროში რომ ბავშვებმა უკეთ გამიწვი. და თუ მესამე მზის ამოსვლამდე ზღაპარი დამთავრებული არ გექნებათ. თქვენ ხომ აქ დარჩებით სამუდამოდ. თქვენ შვილთან. მეტიც. პატარა ანო და ვანუც უმალა გაჩნდებიან. ვინო მოუტანე? Podia, baesia, Bruciano se. Kaki se magdause. Podia, se psichana ramzata. Ketudi. Abishachi. ცუდად ხარ ხარ ბატონო ერიკლე. შენი დახმარება მჭირდება წითელ ბუდა. Dodo, come on, Dodo, go, Dodo. Oh, ესე იგი ჩვენ აქ ვართ. აი ეს გზა გავიარეთ, ხო? რამდენი ხნის წინ გაიარე სიტყვა? 2. რამდენი ხანში მივიდოდე ბოინჯეს სამეფომდე? 1 აქედან? ერთი აქედან? ერთი დაგაჩერდებოდნენ? 2 საათში აქ იქნებიან.
ეტლებს უნდა დავხვდეთ? ეტლებს უნდა დავხვდეთ და ბრუციანები შევიფროთ. ეს მომეწონა. აი ძალიან მომეწონა. ესე იგი, ხდებით ეტლებში. შერბი ვარ სათვალა სამეფოში და სათვალა გარბის შეჩნებული. მომისმინე, ჩვენ გვჭირდებათ სული, თოკი, ტომრები და შენი სისწრაფე. რაჩემი სისწრაფე? აი, როქრები დაჭდები ხომ? მაგით ვერ გიხმარებით. ეს შემიძლია მარტო თქვენს სამყაროში. Akit oçalımda akit Dodo Gogona hayri kalishvilo Vano ნახე მამას როგორ გავს მართლა როგორ გავს ესენი ბავშვებო ჩემი მეგობრები არიან ოჩო ნაზი და ოჩო კანი ესენი ბაბუათქმა ჩემი სახელის მიხედვით შექმნათ ვგიჟდები ერეკლე ბაბუაზე მაგრამ რატომ გავს ოჩო ნაზი მამათქვის სახელს მე ვიცი ადრე ერეკლებებულ მეუნეოდა არ მიყვარს ბიჭები ვინც ვიოლინოზე უკრავენ ნაზები ხდებიან გოგონა სადიპოვეთ ეხლა მოგასწრებთ თქვენი გნესამე დევების წეში გზაზე გამარბოდა ეს ქალბატონი და 20-მდე კბილებამდე შეიარაღებული ბრუციანი მოყვებოდა მე და უჩონასი გადმოვხდი თქვენი გნესამე ოჩა და წყალი მოუტანე მიდი მათხრილად გადათხილა მიდი დოდო გააღვიძით გამოგვადგება
დავისვენო. ასე ტემპში წერა. ამითი შესუნება. ბატონმა ცალთვალა მოგწანა, რომ თქვენ ისე თავაუხებლად უნდა წეროთ. თორე მაგერ უკვე მეორე მზე გადადის. კი ბატონო, რახან ცალთვალა მთხოვ. უბრალოდ ცუდი ზღაპარი გამოვა. და მაიძულებული ვიქნები. ცალთვალას უთხრა, რომ შენ დასვენების საშუალებას ვერ მოძლევ. მაგრამ კი ბატონო, შეგიძლიათ დაისვენოთ 10 წუთი. 10 წუთი. Ითელ კუდა? გარკვე რაც გთხოვე. კი ბატონო ერეკლე. კიდე პენტამიდით. წუხელი სისმარი ვიდახე. თეთრ ცხენზე ვიყავი აფხედრებული, მარჯვენა მხელი ზეცისკენ მქონდა აღმართული და თავს თეთრი ტრენები მეხვეოდნენ. რა ქენით ბიჭებო, რა გაარკვიეთ? ბატონო ერეკლე, ციგ სადღაც სახლში ინახავს. რამენაირად შიმით უნდა შევახციოთ. მესამე მზის ამოსვლამდე ციგნი კარიბჭესთან უნდა მიიტანოთ. თქვენს გეშველებათ და ჩვენს. ვიცი რაც უნდა გავაკეთო. გეგმას მოგაწვდით. რამენაირად ბაბუს უნდა გავაგებინოთ, რომ სართულის სამეფოში შევდივართ. მე ვიცი. ავდივარ დევების თაზე. ვამძიმებ წეტლებს ქვებით და ვეშვებით იქიდან. მე ვიცი. ელფებს ყავთ ტრედები. რომლითაც გზავნილებს აკეთებენ, ხო და მე მგონი დაგვეხმარებიან.
გენიოსია ეს კაცი, გენიოსია. რავი, და ჯაჭვი გაწყვიტოს. ვერავა. მე ცალთვალა. დევი კი არა, შეხარ ბოყო. თქვენი დახმარება გვჭირდება. ვიცით. მაგრამ ჩვენც გვჭირდება თქვენი დახმარება. ტრედი შემოიყვანეთ. ბატონო ერეკლე, ოჩო პინტრე ვარ. ანო და ვანო ჩემთან არიან. მალე გამოგიხსნით. ჩემი პატარები აქ არიან. პეპი ბაბუ მოდი ჩემთან გინდა თამაშობ ბაბუ სულ ახალი სახლოვანა მოვიფიქრე ან გემოვანა ან ამოვანა ან ვიროვანა ან ოპოპოვანა მომისმინე შენთვის ახალი თამაში მოვიფიქრე იცი რა სასაცილო არ მითხრა ჩქარა აი მე თავს ხომხედავ მიდი და მისი საყვარელი დაშნა მუსტა. მე რა ჩიტება სწრაფად გაიქეცი. უი მე ნახე თამაში. ეგე ჩვენი დაჭერობანა. წავედი ბაბუ. მიდი. წავედი.
გაგზავნი, სადაც საჭიროა. დღესვე. რამეს ხომარინებებთ ბატონო ცალთვალა. სიამოვნებით. არა შემომთავაზებ პატარა ციტა უქუდა. ჩაი. ან ხილი, ან ჩაი. მოდი აქ შეცალთვალა პრუსიანაში. გაგიზია მაგერტლათა, მოდი აქ. შეგონია ბავშვები შეგიბოდი. ორივე პრუსიანაში. რეგონია, რეგიცამი, რეგიცამი. სად არის დათმოთაული? სად არის დათმოთაული? სად არის? მოდი აქ. ორივე. აი, ყოველ წასაყვანად მოამზადეთ ეს უზრდელი. ეს ძალიან მოუხდება თქვენს ხაბარს. მუზა მოგსვლიათ. კარგია, კარგი. მამა. ისე სწრაფად შევდივართ. გამოყვა სერფი და გამოვდივართ. გასაგებია ბავშვებო. იცოდი ხმა არ მოიხო. თუნ თუ დაგნახის ეგრევე დაგვიჭირე. ხო, ვიცი. გამარჯობათ ბიჭებო. ღვინო მოგიტანეთ ცივი. ცივი ღვინო მოვიდა, ცივი ღვინო. ცივი ღვინო. ცივი. ჰაია.
ვარადი ბორიჟან ძალება საწევოთ მიუყავთ ეფი მე როგორც ვიცით საწყობ ძალება უნდა გაგატანოთ ის სანსარა პედი ეს უზრდელი პიტერპენი გაგვიწმინდა. თქვენ მეიმედები გამიცვლეთ. მაბატი ამბრძანებელო. ვირსი ვარ. მაინტერესებს როგორ მოახერხა სამად ცხეურმა და ორმა პუშმა შემოპარვა და ელფის საყვანა პეპი თქვენ გუნესავე პეპი რა პრობლემა ჩემი აზრით ეხლა საჭიროა მობილიზება კარგად მოქმედი გაჩვდი ნუ მომაბეზრე თავი მაქსიმი სულელური რჩევები ერთხელ ხომ შეიძლება ამათაც ჩარტყარა ჩემო ბრძანებელო რას მიყურებ წერე თუ გინდა რომ შენი პატარა შვილიშვილები მოგისვა გვერდზე სადაც ამესამემზე ამოვა
კი ბატონო. რა პრობლემა? მწორდი. ერთ რიგად მოეწყეთ. დღეისამას იგი ყველაფერი შეიცვლება. მე ბძოლს უნდა შიოდეს! მე ბძოლს უნდა წყუროდეს! მე ბძოლს უნდა შიოდეს! ეს წვეთი ჭაში უნდა მოხდეს. ბაბუა გააფრთხილეთ. მე მგონი დავავიწყდით. მეორებზეც გადადის. მალე მესამემზეც ამოვა. გონი ვეღარასდროს აღარ დავგვინდა. სიზმარი ვნახე. ეზოში ყველას გვეძინა და თავზე ბევრი თეთრი მტრედი გვეხვეოდა. ეტარას უნდა დიშნავდეს, ა? ო, თეთრი მტრედები. მაინც არ დაგნებდები შეფროციანო შენ. ცოტა დრო უჩვენა. ეს სითხე ჭაში ჩაასხი. თუ შეძლებ ღვინის კასრებშიც და 1 საათში ყველას ღრმად დაეძინება. საყვარელი პატარა დიცხვიო. დაგყოფნა. სორდი.
ბაბო გამოჩნდა. ჭასთან მიდის. ნეტა იცოდეთ, როგორ გამახარეთ. როგორც ჩემი ღონე მიხტილი მეგობარი მირჩევდა, მოთმინება გმართებს ბატონო, მოთმინება. და შედეგიც სახეზეა. მომისმინე შვილო. ეს ბავშვები არაფერს არ შეარიან. არც ეს უბრალო ხალხი. ჩემს დაწყებულ საქმეს მე თვითონ დავასრულე. ზღაპარს შენი გამარჯვებით დავამთავრებ. როგორც შენ გინდოდა. ბავშვები? მაცტური წინადადება, მამა ჩემო. მაცტური.
მაგრამ მე შემიძლია მარტო პეპი გაუშვა. ისედაც მომაბეზრა უკვე თავი. Ichkare. Chkara, erekle babu, chkara. Modivar, babu, modivar. Chkara, bavsha. Arinte, chkara, chkara. Chkara, erekle babu, chkara, arinte. Iare, babu. Iare, tu gacerdebi. Erekle babu, გაიგუძე, erekle babu. აღმასი. აი, აქ დედო. ეხლა რა ვქნათ ბავშვებო? ბაბუ სად არის? ბაბუ? ლუკა, ბაბუ! კარიბჭი აქტიურდება. ვიჩქარო, ჩემო ბრძანებო. კარიბჭი აქტიურდება. კარიბჭი აქტიურდება. გაიცე, მომეხმარე.
ეზოში არჩა. ხარა? აბა წავი. აბა სახში არის. აბა ბიანა ზემოთ იქნებიან ახლა. არ გქონდა. დაიჯო. მამა. შეხობჯერა ბაბუ, შეხობჯერა. Აპაეთი. ნამდვილად ბატონო ერეკლე. მოდი ჩემთან, მამა ეს გოგო. მოდი. ჩემი მევიოლინე ბიჭი ჩამოსულა. როგორ ხარ? შენ როგორ ხარ? ნაბოდი შეtra. იცი ბაბუ დღეს ჩვენ გავხდით. სოფლიოს აპრები გადავარჩი. ბაბუ, ნახე, პიტერ-პენის ზღაპარი დაბრუნდა. აბა რა გიგო? გაჭი. ბაბუ, ნახე, მედანო. ხო? ბაბუ, ნახე, ჩვენ რო პრუციანებს ეტლები მოვყარე. ჩვენ რო ეტლები გამოგი. ხო, ბაბუ, ხო. ეთილი სამთვალას ზღაპარი. ჩვენი ზღაპარი, ჩემო პატარებო, ჩვენი ზღაპარი. გაინტერესებთ, რატომ დაეხმარა ბოროტი ცალთვალა ჩვენს გმირებს დაბრუნებაში? როდესაც მან დაინახა, როგორც ცდილობდა ლუკა უფროსი მეგობრის გადარჩენას, ის მიხვდა, რამხელა ძალა ჰქონია სიყვარულს და ნამდვილ მეგობრობას. ამ გადაწყვეტილების მიღებაში ცალთვალას მისი მრჩეველიც დაეხმარა და ურჩია, რომ ზღაპარი თვითონვე ისე დაემთავრებინა, რომ ბავშვებს შეყვარებოდათ. აი, ასე გახდა ბოროტი ცალთვალა კეთილი. ლხინი იქა, ლხინი აქა. ლხინი იქა, ლხინი აქა. ქვილი იქა, ქვილი იქა, ქვილი ქვილი აქა. გული იქა, გული აქა. ანუ იქა, ანუ აქა. ლხინი იქა, ლხინი აქა. ქვილი იქა, ქვილი აქა. გული იქა, გული აქა. ანუ იქა, ანუ აქა. სარეკე პაპა მამა, 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 სარეკე პაპა მამა. ლხინი იქა, ლხინი აქა. ქვილი იქა, ქვილი აქა. გული იქა, გული აქა. ანუ იქა, ანუ აქა. ლხინი იქა, ლხინი აქა. ქვილი იქა, ქვილი აქა. გული იქა, გული აქა. ანუ იქა, ანუ აქა.